იმის გამო რომ ჩემი შერყეული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმიტომ რომ პერიოდულად გიბოდიშებს და სპაზმური ხველა მაქვს და ვერ გავრისკე რომ პირდაპირ ეთერში ყოფილიყავი და წამეყვანა ჩემი გადაცემა, საავტორო გადაცემა ფორმულაზე კონტექსტი გუშინ, შაბათისა და კონტექსტი დღევანდელი კვირისა. ვერ გავრისკე, დღევანდელი დღე ვიდეო ბლოგებს დავუთმე, ინტენსიურად დავუთმე და ეს უკვე რიგით მეხუთე ვიდეო ბლოგია. ნაყოფიერი დღე გამომივიდა ამ თვალსაჩინო, თუმცა მოგიბოდიშებთ ახლა თუ მოულოდნელად დამეწყება სპაზმი, თუ ძალიან დიდი სპაზმი დამეწყება, ბუნებრივია გავთიშავ და სხვა დუბლს ჩავწერ, რომ თქვენც არ შეგიქმნათ, მეც არ ჩავქონდეს ეს უხერხულობის განცდა და თქვენც არ მოგაბეზროთ თავი. მოკლედ, რიგით მეხუთე ვიდეო ბლოგია, ჩვენ საუბრობთ მუდმივად იმაზე, გამოიყენა თუ არა ქიმიური იარაღი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ბანდა ხელისუფლებამ და მტკიცებით ფორმაში პერსონალურად მე ვამტკიცებ კი არა ვამბობ, გთავაზობთ ვერსიას, მოდი თუნდაც ასე ვთქვათ, რომ რა საკვირველია გამოიყენა. ქიმიური იარაღი გამოიყენა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ, ეს ხელისუფლება წოდებული ბანდა უკლებლივ ყველაფერზეა წამსვლელი. როგორ თქვა ახლა, მაგრამ ატომური ბომბი რო ჰქონდეს, ატომურ ბომბსაც ოღონდაც კი ხელისუფლებაში, ძალაუფლებაში დარჩეს, გამოიყენებს აბა რასიზმს. იმიტომ რომ ესენი რაღაც თლაც შერაცხადები არ არიან. მანიაკაები არიან უმრავლეს შემთხვევაში კი არა უმრავლესობა მათგანი ძალაუფლებაზე ასე გადაფიჩინებულები. ძალაუფლებაზე გადაფიჩინებულნი ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ვასალები რუსეთისა, რომელმაც მათ დაავალა, რომ საქართველოდან გაარდაქმნან საქართველოს აქციონ გრუზიად. რუსეთის ვასალ სახელმწიფოდ და მხოლოდ თქვენი პროტესტი თუ აჩერებს ამ პროცესს რეალურად მოცემულ ეტაპზე. ცხადია, ჩვენ შემოგვეშველებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ისედაც ჩვენ გვერდში დგანან, მაგრამ ესეთი მთავარი სიტყვა მაინც ქართულ ხალხს ეკუთვნის, თუნდაც იმ ნაწილს, მოდი ასე ვიტყვი, რომელიც რუსთაველის გამზირზეა ყოველდღიურად. მე ვწუხარ, რომ არა ვარ ხოლმე, უმრავლეს შემთხვევაში სწორედ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ამასობაში ბუნებრივია სხვა ინფორმაციებსაც ანალიზსაც და ინფორმაციებსაც ეცნობი და მე ღიად ვიტყვი, რომ წავიკითხე ძალიან კარგი ტექსტი, გავეცანი ძალიან კარგ ტექსტს. ავტორი არის ხატია დეკანოიძე, პოლიტიკოსი. ხატია დეკანოიძის არაჩვეულებრივ ტექსტს იმასთან დაკავშირებით, ვისთან დაალაგა, თუ ვერ დაალაგა, უფრო ზუსტი რომ ვიყო, ბიზინა ივანიშვილმა ბანდიტმა ამ ბოლო პერიოდში კი არა, საერთოდ ვისთან დაალაგა, რომელ სახელმწიფოსთან, რომელ სივრცესთან, რას უწოდებს ის დაალაგებას და ასე შემდეგ. მე თქვენის ნებართვით ამ ტექსტს ხატიასი თავიდან ბოლომდე ჩაგიკითხავთ, ხანდახან შევჩერდები ხოლმე და ჩემს კომენტარებსაც დავურთავ. მაშ ასე, ხატია წერს. ბოლო პერიოდში შეერთებული შტატებისა და რუსეთის მოლაპარაკებების ფონზე განსაკუთრებით შეერთებული შტატების უსაფრთხოების კონცეფციის გამოქვეყნების შემდეგ, ამასთან დაკავშირებით მე უსაფრთხოების კონცეფციაზე ჩემს მოსაზრებას ვერ მოგახსენებ, ვდუმ ვარ, იმიტომ რომ მე ეს დოკუმენტის შესასწავლი მაქვს და ბევრი რამ მაქვს მოსასმენ წასაკითხი ამ კონცეფციას, ვინც ემხრობა, ვინც ამართლებს და მათიც, ვინც ამ კონცეფციას იწუნებს და აკრიტიკებს და გასაანალიზებელი მაქვს პირველ ყოვლისა ჩემთვის, რომ მე შედარებით კვალიფიციური ანალიზი გავაკეთო, ჩემი მოსაზრებები ყოველ შემთხვევაში გაგაცნოთ. ამიტომ თავისუფლებას არ ვაძლევ, რომ ეს უნდა მნიშვნელოვან დოკუმენტზე ასე ნაჩქარევად ჩავწერო ვიდეო ბლოგი და გაგაცნოთ ჩემი მოსაზრებები. მოკლედ, განსაკუთრებით შეერთებული შტატების უსაფრთხოების კონცეფციის გამოქვეყნების შემდეგ სოციალურ ქსელში ვრცელდება უაღრესად მცდარი და საშიში მოსაზრებები, რომ ბრჭყალებში ივანიშვილმა სწორად მართებულად დაალაგა. ამას ამბობს ხატია. საგარეო დაალაგა საგარეო პრიორიტეტები, რომელსაც პროპაგანდისტულად პოზიტივის ანტისანიტარია აქტიურად მხარს უჭერს. ანუ მართლაც, ბანდა ხელისუფლება და მისი რუპორები ჩვენ სულმუდმივად გვტენიან ამ ანალიზს, რომ ივანიშვილი ბრძენი ბრჭყალებში არის იმგვარი, იმდენად გონიერი,
რომ მან მოახერხა და დააკ საქართველოს ხომ გადაარჩინა ომისაგან იხსნა გლობალური ომის პარტიისა და Deep State-ის შემოტევების აგარ ხო იხსნა და გაუმკლავდა ამ შემოტევებს და გარდა ყველაფრისა ივანიშვილმა სწორად ანუ მართებულად დაალაგა ამას პროპაგანდა კვტენის და მწუხვარ რომ საზოგადოების ერთი და ხიად გეტყვით მნიშვნელოვანი ნაწილი იმიტომ კი არა რომ ისინი მაინც და მაინც უმრავლესობაში არიან ჩემი აზრით არ არიან უმრავლესობაში მაგრამ თუნდაც 100,000 თუნდაც 300,000 ან 100,000 თუნდაც კაცი თუ მოქალაქე თუ ასეთი twin გამორეცხილია პროპაგანდის მიერ ეს უკვე პრობლემაა იმიტომ რომ ჩვენ საბოლოოდ ვლაპარაკობთ ჩვენს მოქალაქეებზე მათზე ვისთან ერთადაც უნდა ვიცხოვროთ გამარჯვების შემდეგ და შემთხვევაში სამომავლო საქართველოში ხატია წერს ეს არის ცდარი ივანიშვილმა ვერავისთან დაალაგა საქართველოს რეგიონში არის ერთადერთი ქვეყანა რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საგარეო და თუ გეოსტრატეგიულ ყველა ძირითად ფაქტორთან აქტორთან სწორი სიტყვა იქნებოდა ფაქტორთან აქტორთან შეერთებული შტატები ქვეთავი ივანიშვილს ფულის გამო ნებისყოფამ უღალატა წერს ხატია შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან მისი ყველაზე თვალსაჩინო ინტერაქცია პრეზიდენტ ტრამპისთვის გაგზავნილი წერილი იყო სადაც საკუთარი ფულის გამო უაღრესად დამამცირებლად მიმართავდა დიახ ეს არის ერთი ფაქტი მე აღარ მახსოვს ახსენებს თუ არა ხატია რუბიოს მიერ გამოგზავნილ და ივანიშვილის მიერ არ მიღებულ წერილს ნახავთ ამას მაგრამ ეს რომ გაიხსენა ხატიამ სწორია ივანიშვილმა მიმართა თავადაც და მისმა ხელის ბიჭებმაც ხომ მიმართეს სადაც საკუთარი მისი ფულის გამო დამამცირებლად უაღრესად შეურაცხყოფელად მოიხსენიებს პრეზიდენტ ტრამპს შეერთებული შტატების ელჩმა წერილს გამაოგნებელი უწოდა ასევე მოიქცა პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო დერეფნის ტრიპის ინიციატივასთან დაკავშირებით ივანიშვილის პირადი განაწყვეტილება იყო ამერიკელებისათვის ზურგის ჩვენება და შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის სპეციალური მრჩევლისათვის შათირიშვილის პროპაგანდისტული ლანძღვის ადევნება დიახ შათირიშვილი კობახიძე ყაველაშვილი პრეზიდენტად წოდებული ვის არ მიმართავდნენ და მუდმივად ამახვილებდნენ ყურადღებას იმაზე რომ თვითონ არიან მაგრები ხოლო აი შეერთებული შტატები და მისი დღევანდელი ადმინისტრაცია სულაც არ არის Deep State-თან ჭეშმარიტად მებრძოლი ამაში რომ Deep State-ს ებრძვის პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია და უშუალოდ პრეზიდენტი განსაკუთრებით ყურადღებას ამაზე ყურადღებას ამახვილებდა შათირიშვილი რომ არ ებრძვის და Deep State-ის მონა და მორჩილია თავად ტრამპი ცხადზე ცხადია რომ შათირიშვილი თავად არ წერდა ამ წერილებს ყველა მისი სახელის ნიშანი ყველა მისი მძიმე ყველა მისი სიტყვა განათანხმებული იყო ოლიგარქ ივანიშვილთან რაც არ უნდა მონროს დოქტრინა განსაზღვრავდეს შეერთებული შტატების უსაფრთხოებას იცით თქვენ რომ ამ ვერსიის თანახმად შეერთებული შტატები ერთგვარად უბრუნდება მონროს დოქტრინას მისი მოკავშირეები და აღიარებული ლიდერები ელემენტარულ სანდოობის პრინციპებს უნდა აკმაყოფილებდნენ საქართველო არა ივანიშვილის არამედ საქართველო როგორც ამ რეგიონის ქვეყანა უნდა იყოს და არის კიდეც მისი ხალხი არის ესე გეტყვით თუ გნებავთ შეერთებული შტატების სტრატეგიული მოკავშირე შეერთებულ შტატებს უზარმაზარი ინტელექტუალური და უზარმაზარი ფინანსური ინვესტიცია განხორციელებული ჩვენს ქვეყანაში წინა ხელისუფლებების დროს და ასე იოლად არ დათმობს შეერთებული შტატები არც კავკასიის რეგიონს ზოგადად ჩავის ზღვის რეგიონს თუნდაც ასე ვიტყვი და არც საქართველოს კონკრეტულად რაც არ უნდა სხვა რამ გაწეროს სხვაგვარად და საინტერპრეტაციოდ გაწეროს საკუთარ უსაფრთხოების ახალ კონცეფციაში ივანიშვილი დათანხმდა რუსული ნავთობის გატარებას ეს შეერთებული შტატებისთვის წითელი ხაზია ისევე როგორც სანქციების კუთხით საქართველოში ბევრი არასასურველი გამტარი დერეფანი შექმნა რაც არ უნდა ქვას ივანიშვილმა რომ ჩვენ სანქციების ათვის თავის არიდებაში არ ვეხმარებით რუსეთსო მაინც ფაქტია და რიცხვები ადასტურებს ამას მათ შორის რეექსპორტის რიცხვები ავტომობილების და არა მხოლოდ რომ ივანიშვილის საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციებისაგან თავის არიდებაში და ეს
ვინ და შეერთებული შტატების შესაბამისმა სტრუქტურებმა ბუნებრივია კარგად იციან, არ მოსულა უბრალოდ სხვა გლობალური პრობლემებისა და გამო, არ მოსულა ჯერ არ დამდგარაც ჩვენ და სამწუხაროდ დრო იმისა, რომ ივანიშვილს უფრო მკვეთრად და მისთვის არ მომერდება ამ სიტყვის ხმარება მომაკვდინებლად მიუთითონ ამაზე. მეორე ქვეთავი ევროკავშირი. ივანიშვილი ფიქრობს, რომ ევროკავშირში ულტრამემარჯვენე ძალების მოსვლა მისი შანსი იქნება. აქვე ვიტყვი, რომ ეს მოლოდინი არასწორია, ჯერ ერთი ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ვერ მოვლენულმა ულტრამემარჯვენე ძალები, აქა-იქ რასაკვირველია, გაიმარჯვებენ ან მსუყედ იქნებიან წარმოდგენილნი, მაგრამ ისიც უნდა გითხრათ, რომ ულტრამემარჯვენე ძალებიც კი, რომლებიც ასე მომხიბლავად გამოიყურებიან ივანიშვილისთვის, ვერ იქნებიან და არ იქნებიან, არ მახსოვს ხატი ამაზე ამახვილებს ყურადღებას თუ არა, ვერ იქნებიან თუ არ იქნებიან ევროკავშირის და დასავლური ცივილიზაციის მოწინააღმდეგე რუსეთის ბანაკში მყოფი ბიზინა ივანიშვილის მოკავშირეები, უხეშად რომ ვილაპარაკოთ, AfD-მ რომც გაიმარჯვოს გერმანიაში, ის ავტომატურად ან ბუნებრივად ვერ იქნება AfD-ც კი წარმოიდგინეთ, ვერ იქნება ივანიშვილის ბანდიტური რუსული ოცნების მოკავშირე. ამიტომ ძალაუფლების ამაზე არ წერს როგორც ჩანს ხატია, მაგრამ რასაც წერს იმას კი მოგახსენებთ. ამიტომ ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის ყველანაირი ურთიერთობის ესკალაციაზე წავიდა ივანიშვილიო. უბრალოდ მომავალი საარჩევნო ციკლი იმ სცენარით ვერ განვითარდება, როგორც პროპაგანდისტური უვიცი რეჟიმის პროქსები თვლიან. უნგრეთში მომავალ არჩევნებზე ორბანსაც კი არ აქვს გარანტირებული ხელისუფლებაში დარჩენა. სხვა შორის ძალიან საინტერესო პასაჟია. არა თუ გარანტირებული არ აქვს, არამედ გარკვეულზე მაღალი ალბათობით ერთადერთი 2-დან 1 მოდი ასე ვიტყვი მოკავშირე ქართული რუსული ოცნებისა, კობახიძის ბანდისა, ორბანი მარცხდება მომავალ წელს, ანუ 2026 წელს არჩევნებში უნგრეთის არჩევნები და მერე ვიტყვი რომ სომხეთის არჩევნები ჩვენს რეგიონულ ჭრილში უმნიშვნელოვანესი იქნება და გადამწყვეტი იქნება როგორც რეგიონისთვის, მნიშვნელოვანი იქნება როგორც რეგიონისთვის, ასე გადამწყვეტი ევროკავშირის ზოგადად ევროკავშირის პოზიციების ჩამოყალიბებისათვის. ივანიშვილმა ყველა ხაზი გადაკვეთა დიდ სახელმწიფოებთან და პერსონალურად წინააღმდეგობაში შევიდა ევროკავშირის ბევრ ისეთ ლიდერთან, რომელიც ღარიბაშვილის ან ბახტაძის პოლიტიკურ გავლენებთან აერია. ხო, პრაქტიკულად ბახტაძეზე და ღარიბაშვილზე რა მოგახსენოთ, გულახდილად გეტყვით, არც ერთი მიმაჩნია ესე განსაკუთრებული ყურადღების ღირსად და არც მეორე, მაგრამ რასაკვირველია, ძლავრი სახელმწიფოები ხავს ევროკავშირში, ძლავრი და თვითკბარი სახელმწიფოები ხავს, უმძლავრესი სახელმწიფოები ხავს, უშუალოდ ევროკავშირს გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები და პოლონეთი რასაკვირველია, ეს 5 შემილია დავასახელოთ, სხვებსაც გადავწყვე შემილია, სხვებზეც ვისაუბროთ ხადია და მათ ლიდერებთან ის მოვიდა ივანიშვილი და მისი ბანდა მოვიდა წინააღმდეგობაში, მან ივანიშვილმა გადაკვეთა ამ ქვეყნის ლიდერებისთვის ის წითელი ხაზები, რომლებიც არ უნდა გადაეკვეთა. ამასთან აქვე გეტყვით, რომ მელონი, რომელიც მემარჯვენედ ითვლება, სულაც არ არის ივანიშვილისკენ, აი, სულ რომ გაიმარჯვოს საფრანგეთშიც კი რაც წარმოუდგენელი არის, რაც წარმოსადგენი მგონია მემარჯვენე ძალებმა, ანუ დამარცხდეს, როცა იქნება მაკრონი, უახლოეს არჩევნებს გულისხმობ, იქაც არანტირებული ზუსტად ისევე არა აქვს იმ მემარჯვენე ძალების მიმხრობა ივანიშვილს, რომლებიც დეზინტეგრაციაზე იქნებიან მოწადინებულნი, გააჩნია ტრამპის პოლიტიკა როგორი იქნება ამასობაში, მაგრამ ამაზეც ვილაპარაკოთ თუ გნებავთ. ივანიშვილი მათთანაც ვერ დაალაგებს. არსებულ ხელისუფლებებთან დაალაგებული რო არა აქვს, ეს თვალსაჩინო, მაგრამ თვალსაჩინოებაა, ამას ვხედავთ ყველა. უკრაინასთან და მოლდოვასთან ყველაფერი ნათელიაო ბრძანებს ხატია. ნათელია ცხადია უკრაინასთან და მოლდოვასთან, უკრაინაზე ორ სიტყვასაც არ ვიტყვი ახლა, მაგრამ აი მოლდოვაზე კი ვიტყვი ორ სიტყვას. გავრცელდა თუ მიაქციეთ ყურადღება ერთი უკრაინელი ჟურნალისტის ინტერვიუ მაია სანდუსთან, მოლდოვის ლიდერთან, რომელიც ამბობს, რომ მას არასრული, ამაზე ცალკე ვიდეო ბლოგსაც გავაკეთებ, ალბათ დღეს აღარ ხვალზე, თუ ვახერხე და მოვასწარი, მას არასრული 1000 ევრო აქვს ხელფასი. მე მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს ყოფილ ლიდერს, პრემიერ-მინისტრს ყოფილს, ირაკლი ღარიბაშვილს, გარდა იმისა, რომ $7 მილიონი აღმოუჩინეს სახლში,
მას ოქროს ძოდებიც აღმოუჩინეს სახლში, აი რა სხვაობაა. ოდესღაც ჩვენ რო ჩამოგრჩებოდა იმ მოლდოვასა და დღევანდელ საქართველოს შორის, აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ მოლდოვა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე ძალიან არის დაწინაურებული და აქვე მინდა შეგახსენოთ, რა კავშირშია თითქოს, მაგრამ მაინც რომ მაია სანდუს თუ არასრული 1000 ევრო აქვს ხელფასი, ხო, ასე მაგალითად პარლამენტარებს აქვთ თუ არ ვცდები 14000 ლარი, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს, ქალბატონ ბერძენიშვილს, დღეს ის არის დირექტორი, მას აქვს 16000 ლარი ან 16000 ლარამდე, ანუ მაია სანდუზე 15000 ლარი რო კონდეს, წარმოვიდგინოთ. საზმაუს ხელმძღვანელს ხელფასი, მაია სანდუზე 5 ჯერ მაღალი ხელფასი მაია სანდუ დაახლოებით 3000 ლარს იღებს, არც კი ულახtildeლად ვიტყვი. ჩვენი მეზობლები შემდეგი ქვეთავი ხატიასი ის წერს, ივანიშვილი დააჯერეს, რომ საქართველომ დერეფნის ფუნქცია უნდა შეინარჩუნოს. საქართველოს უნდა შეინარჩუნოს დერეფნის ფუნქცია, საქართველოს შუა დერეფნის მთავარი ქვეყანაა, ანუ სხვა ქვეყნებთან ერთად, ცხადია, განსაკუთრებით აზერბაიჯანთან ერთად. უბრალოდ მას არ უთხრეს, რომ სახელმწიფო ბალანსი და დიპლომატია ეს არ არის ქართულს მენეჯმენტი. აბა შეხედეთ დიპლომატებს, ვინ უნდა განსაზღვროს და ურჩიოს ეს ივანიშვილს. ივანიშვილმა დაპირისპირების რეჟიმი აირჩია აზერბაიჯანთან. მე ამაზე გავაკეთე ვიდეობლოგი, ძალიან უკიდურესად, არნახულად გადაძაბულია ურთიერთობები ჩვენს მეზობელ სახელმწიფო აზერბაიჯანთან სამწუხაროდ და ეს საქართველოს კარგს არაფერს არ უქადის. ამ შემთხვევაში აზერბაიჯანი ყველაფერს გააკეთებს, რომ მოდინდელ მოწინააღმდეგე სომხეთთან უფრო თბილი ურთიერთობები, მათ შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები დაამყაროს და საქართველო პრაქტიკულ იზოლაციაში მოაქციოს და მხოლოდ რუსეთის ამარა დატოვოს. ესეც რასაც ვამბობ, შეიძლება ასე სულაც არ მოხდეს, იმიტომ რომ აზერბაიჯანს ძალიან აშინებს რუსეთის რევანში კავკასიის რეგიონში, მაგრამ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას რომ გასწირავს ალიევი თუ ასეთი დაპირისპირება გაგრძელდა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან თუ მიერ, ეს ფაქტია. ალიევი მარტო მოთამაშე არ არის, მარტო კაცი არ არის, მიზურგს უკან იცით რომ არის დიდი პრეზიდენტი რეჯეპ ტაი ერდოღანი. ივანიშვილმა დააპირისპირების რეჟიმი აირჩია აზერბაიჯანთან, წერს ხატია, ხოლო სომხეთის ლიდერშიპთან მოლაპარაკებების ერთადერთი საკითხი არის, რომ საქართველოსში რეპრესირებულ არასამთავრობო სექტორს იქ არავინ დაეხმაროს. ეს ძალიან საინტერესო, უკიდურესად საინტერესო რაკურსია, რომელზეც მე აქამდე არ გამიმახვილებია ყურადღება. ხატია რასაც ამბობს სრულ სიმართლეს, იმდენად რამდენადაც მეცამ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ფაშინიანს ყოველ შეხვედრაზე ან ფაშინიანის წარმომადგენლებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ეუბნებიან, რომ ფაშინიანმა უნდა შეზღუდოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც არც თუ დიდი ხნის წინ საქართველოში ოპერირებდნენ. ახლა არასწორი სიტყვა ალბათ, მაგრამ მაინც უნდა ვიხმარო ეს სიტყვა, დროებით თავშესაფარი, საქმიანობის თვის საჭირო თავშესაფარი იპოვეს სწორედაც რომ მეზობელ სახელმწიფოში და ფაშინიანი ამბობს, რომ ჩვენთან რუსული კანონები არ არის. ჩვენთან არ მოქმედებს ის ჯოჯოხეთური კანონები, რომლებიც მოქმედებს თქვენთან. და აქედან გამომდინარე, მე იმ ორგანიზაციებს მე არ მაქვს სიმართლე გითხრათ ჩამონათვალი ან სია იმ ორგანიზაციებისა, რომლებიც ერთგვარად გადაბარგდნენ მოძმე სომხეთში. ფაშინიანი ამბობს, რომ მათ საქმიანობაში ხელს არ შეუშლის, ხოლო ამათგან კი მიდის ფუშინგი და ფუშინგი. კიდევ დაგვრჩა 2-3 აბზაცი. სწრაფად გავივლით. მით უფრო 19 წუთია უკვე ეთერში ვართ. ჩინეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, აქ ძალიან საინტერესო ვითარებაა. და ალბათ ერთ სტატუსში ვერ ჩავეტევიო, ამბობს ხატია. ჩინეთთან ნორმალური ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების არსებობის საჭიროების უარყოფა სისულელეა. რა თქმა უნდა, უზარმაზარი ქვეყანაა, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს თანამედროვე გეოპოლიტიკურ წესრიგზე, უბრალოდ ივანიშვილი და მისი სანდოობის ელემენტები იქ არ არსებობს. ასეა ნამდვილად. ჩინეთიდან ვერ შემოიტანეს ტექნოლოგიები, სადაც მართლაც აქვს გარღვევა ჩინეთს, მე ახლა აღარ დავასახელებ რა ტექნოლოგია შემოდიოდა, ეგ რა მაგის პასუხია. სხვათა შორის გახარია, მე მეორედ ვახსენებ თუ მეხუთე დღეს არა, ბოლო ხანებში ხშირად ვახსენებ. გახარიამ დაბლოკა ერთ-ერთი მაღალ ტექნოლოგიური
ტექნოლოგიური საწარმოს აშენება საქართველოში და ერთი კერძო კომპანია აშენებდა, მაგრამ ეს არის ბახტაძის შემდგომი პერიოდი და კახარიას პერიოდი, მაგრამ ამაზე არ გავამახვილებ ყურადღებას მიზეზთა გამო. არავითარი ესე იგი არავითარი ინიციატივები არ არსებობს, ესე იგი ხო ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივებთან დაკავშირებით საქართველოს აქტიური მონაწილე არ არის. კონფერენციების გარდა, სადაც ბოჭორიშვილი საკუთარ ტანსაცმელს აჩვენებს, დიახ, ტანსაცმლის დეფილეებით არის დაკავებული მეტწილად ქალბატონი ბოჭორიშვილი. არავითარი სიახლე არ მოგვისმენია. უფრო მეტიც, რამდენიმე კვირა გავატარე აზიის ფინანსურ ცენტრებში და საქართველოს მიმართ ინტერესი არც არსებობს. არც ფინანსური და არც ტექნოლოგიური. კობახიძე, რასაც ჩნირხიდან ცდილობდა, რუხაზის ბანკის გაყიდვა იყო ქართული ბანკების კრედიტი. დიახ, ეგრამაგის პასუხია და ეს ლიბერტი ბანკი აღარ იყიდა ჩინურმა ბანკმა, ეგრამაგის პასუხია. ამაზეც უარი მიიღო, ერთადერთი ინვესტიცია, რომელიც რეჟიმი ისტერიულად ლაპარაკობს, Eagle Hills-ია. ხოლო იმიტომ რომ ივანიშვილმა ფულის გათეთება გადაწყვიტა. გამოჩნდება ეს რამდენიმე წელიწადში, მე ხატიას ვემხრობი რასაკვირველია, მოქალაქეების უმრავლესობაში რაც გორია რომ ეს არის ინვესტიცია, აგერ მე და აგერ თქვენ უხეშად 2027 წელი. ბოლოს რუსეთი ივანიშვილის ბუნებრივი ბმა მას ვერ უშველის. პუტინისათვის აქ ისეთი ქოცია საჭირო, რომელიც საქართველოში რუსული სენტიმენტების და მოსახლეობის დიდი ძმის სანდოობაზე დათანხმებას მიაღწევდა. ივანიშვილი ამას ვერ აღწევს. კობახიძისა და ივანიშვილის ტანდემიც ვერ აღწევს ამას, ამიტომ ხანდახანზე ხშირად მე უკვე ლაპარაკობ იმაზე და სხვაებიც ლაპარაკობენ, რომ ვაცი ივანიშვილი საკუთარ მოვალეობას ვერ ასრულებს, ის უნდა წავიდეს. ასე შეიძლება იფიქროს რუსეთმა. პარანოიდალურმა სასტიკმა და ყველასთან ომში მყოფმა ივანიშვილმა ეს ვერ მოახერხა, ამას ერთგვარად გვეუბნება ხატიაც, ვერც მოახერხებს, იმიტომ თქვენ ხართ ქუჩაში. ამიტომ მეგობრებო, ვინც ამბობს ან ფიქრობს ივანიშვილის ეშმაკურ ბალანსზე, არ დაუჯეროთო, მეუბნება ხატია, მსოფლიოში მულტილატერული წესრიგის პირობებშიც კი, ანუ მრავალპოლუსრობის წესრიგშიც, არავინ იცის ეს წესრიგი დადგება თუ არა, ვინაიდან სუპერსახელმწიფოებს ამ ტექნოლოგიურ დროში ზუსტად ტექნოლოგიური გარღვევები და საერთაშორისო ვაჭრობის ტრაექტორიები განსაზღვრავს, ივანიშვილი არ არსებობს, როგორც აღიარებული ლიდერი, არც ლეგიტიმური, არც აღიარებული, არც ანგარიშს გასაწევი ლიდერი. მან მშვიდობის ალიანსს უარი უთხრა, დიახ, ის არის გლობალური, ნამდვილად არსებული, თუ არსებობს ეს გლობალური ომის პარტია, ნამდვილი გლობალური ომის პარტიის მიზნების იმპორტიორი საქართველოში და მისი პოლიტიკა განაპირობებს საქართველოში სამომავლო ომებს, მისი ეს ვითომ და მშვიდობის პოლიტიკა ჩვენ ჩაგვითრევს უფრო მძიმე დაპირისპირებებში, რომ ვიცოდეთ, მაინც მან მშვიდობის ალიანსს უარი უთხრა და ომის რეჟიმში გადავიდა საკუთარ ხალხთან, ვინც სჯის და წამლავს, ის არავის უნდა, ხო, ანუ ხალხს არ უნდა, ამბობს ხატია, რომელსაც შეუძლებელია, რომ არ დაავეთახმოთ, ხატია დეკანოიძის სტატუსი წაგიკითხეთ მე ახლა თავიდან ბოლომდე ჩემი მცირე კომენტარებით. ბოლო კომენტარი არის ასეთი. ივანიშვილი რამდენადაც სულ მინიმუმ ის აძლიერებს სამოქალაქო დაპირისპირებას ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ საზოგადოებაში, ჩვენ საზოგადოებებს შორის, ის არის გლობალური ომის, ლოკალური ომის, არ გლობალური ომის, ლოკალურად გამომწვევი ჩვენს ქვეყანაში, ის ასუსტებს ქვეყანას და დასუსტებული ნებისმიერი სივრცე, ნებისმიერი ქვეყანა იქცევა სივრცედ და იოლი მოსანადირებელია ნებისმიერი ზემძლავრი ან მძლავრი სახელმწიფოსთვის, თუ პირდაპირ კონვენციურად, რუსეთის შემთხვევაში, თუ ჰიბრიდული ომის ელემენტების გამოყენებით. ივანიშვილმა ვერ დაალაგა ვერავისთან, პირიქით ყველასთან შევიდა დაპირისპირებაში და მე გაგახსენებთ ვისთან არის ეს შესული დაპირისპირებაში. რეგიონის მასშტაბით, ჩვენი მეზობლები. ფაშინიანთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ალიევთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ერდოღანთანაც კი. არ არის ის შესული დაპირისპირებაში მოცემულ ეტაპზე პუტინთან და პუტინის რეჟიმთან,
ცხადია არ რჩევა, იმიტომ რომ პუტინის რეჟიმის მოკავშირეა, მაგრამ რუსეთთან დალაგებული მას ურთიერთობები ვერ აქვს და ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ჩვენ მეწინააღმდეგებით ივანიშვილის რეჟიმს კონკრეტულად და უფრო გლობალურად კი რუსეთს ჩვენ ვუშლით ხელს. ჩვენ რომ არ ვიყოთ, რომ გავქრეთ, როგორც ივანიშვილს უნდა, ამ შემთხვევაში ის დაალაგებს ურთიერთობას რუსეთთან. ის არის დაპირისპირებული მოლდოვასთან და უკრაინასთან. ფაქტია. ის არის დაპირისპირებული ევროკავშირთან, როგორც ერთიან სივრცესთან და ევროკავშირის ცალკეულ სახელმწიფოებთან. ის არის დაპირისპირებული ნატოს პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოსთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან. ის არის დაპირისპირებული არის ბრიტანეთთან, როგორც ნატოს წევრ სახელმწიფოსთან, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, რომელიც მაღალი ალბათობით კი არა ნამდვილად დღე-დღეზე დაადებს მას ამ წელს დაადებს ის სანქციებს ბიზნეს ივანიშვილს და მის ოჯახს. ის არ არის დაპირისპირებაში ჩინეთთან, თუმცა მასთან ამ ჩინეთთან არ აქვს დალაგებული ურთიერთობები, არაფრად არ მიიჩნევს ჩინეთი მას. ინდოეთთანაც იგივე თქმა შეიძლება. იაპონიასთან ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, თუმცა პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ იაპონიამ სერიოზული ინვესტიციები განახორციელოს საქართველოში დასავლეთთან, ევროპასთან და შეერთებულ შტატებთან კონსულტაციების და მათი ირიბინებართვის გარეშე, რაც არ უნდა აქტიური იყოს ელჩი, ცალკეული პირები დე-ფაქტო მთავრობიდან და ცალკეული ლობისტური ჯგუფები, ბარემ ვიტყვი. ის არ არის დალაგებული ქართველ ხალხთან, ქართული ხალხის ნაწილთან, არა 50, 150 თუ 350 აკაცუკთან, არამედ ბევრად მეტ პატრიოტთან, რომელთანაც ამძაფრებს დაპირისპირებას. და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ის ხელს უწყობს საზოგადოების ერთი ნაწილის დაპირისპირებას, მისი მომხრე ნაწილის, მის მიერვე გაავებული ნაწილის დაპირისპირებას მასთან დაპირისპირებულ საზოგადოების მეორე ნაწილთან, ანუ სამოქალაქო ომს უწყობს, დაპირისპირებას უწყობს, ანგარიშწორებას უწყობს ხელს. ეს ყველაფერი მას რასაკვირველია არ შერჩება და იმის გათვალისწინებით, რომ მაღალი ალბათობით მან ქიმიური იარაღი გამოიყენა, ის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარსდგება და თუ საერთაშორისო სასამართლოს წინაშე არ წარსდგება, ეროვნულ სასამართლოში მას და მის რეჟიმს დასამართლება უთუოდ ელიტება. ადრე თუ გვიან, მეცაც გეტყვით, უფრო ადრე, ვიდრე გვიან. ნახვამდის.